ირანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მათ არ ყავთ არმია. ყველაფერი რაც მათ აქვთ, ეს არის სარიელი ლაპარაკი და მათყუარა პრესა. მათი ფლოტი სრულად განადგურებულია 100%-ით. მათი სამხედრო საჰაერო ძალები სრულად განადგურებულია 100%-ით. მათი არმია შეიძლება ითქვას არ შეგვიხებია, რადგან ფიქრობთ, რომ ის ნაწილობრივ ზომიერია. შენ დიდ გამარჯვებას აღწევ ბრძოლაში, ხოლო ისინი ამბობენ, რომ წააგე. თქვენ ანადგურებთ მათ მთელ ფლოტს, ხოლო ისინი ამბობენ, რომ მათი ფლოტი ფანტასტიკურად მოქმედებს. არა, ის განადგურებულია, სრულად განადგურებულია. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასწრაფოდ მიმართა ირანს და მთელ მსოფლიოს საზოგადოებას და განაცხადა, რომ გადაწყვიტა დამოუკიდებლად სრულად გადაეწერა უკვე თითქმის მზადყოფნაში მყოფი სამშვიდობო შეთანხმება თეირანთან. ამის შემდეგ აშშ-ის სამხედროებმა შეუტიეს ხომალდს, რომელიც ცდილობდა არმუზის სრუტეში ბლოკადის გარღვევას. მაგრამ ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ძლიერ დანერვიულდა. მან იჩულა იმაზე, რომ მან უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ რატომღაც ყველა ამბობს, რომ არა, ის მაინც მარცხ ხდება. ამიტომაც დაამატა, რომ ირანს არმია არ ხავს და ყველაფერი, რაც მათ დარჩათ, ცარიელი საუბრები და ყალბი ამბებია. ამიტომაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის სისუსტის შეგრძნებისას მან გადაწყვიტა ბოლო მომენტში ხელშეკრულება თავიდან დაეწერა. მაგრამ შემდეგ რაღაც უჩვეულო გაისმა. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სამხედროებზე აგრესიული დარტყმები არ განხორციელებულა, რადგან ისინი აშშ-ის პრეზიდენტის აზრით რეჟიმის შედარებით ზომიერი ნაწილი არიან. ტრამპის ბოლო განცხადება და ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების ხელმოწერაში მიღწეულ პროგრესს ჩვენ ამ გამოშვებაში განვიხილავთ. ჩემი სახელი ალექსეი პიჩი და მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, დაწერთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი პიჩი ნიუსი. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მაშასე, როდესაც ვაშინგტონში ყველა ჩინოვნიკი ამტკიცებდა, რომ ირანთან შეთანხმება თითქმის მზად იყო, დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სურს რამდენიმე შესწორების შეტანა იმ შეთანხმებაში, რომელიც მისმა წარმომადგენლებმა ირანელ კოლეგებთან მიაღწიეს. თეთრი სახლის თქმით, დონალდ ტრამპს სურს შეთანხმების მიღწევა და იმედოვნებს, რომ ამას მალე მოახერხებს, თუმცა ცდილობს გაამყაროს მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პუნქტი, განსაკუთრებით ის, რაც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. და აი Fox News-ის ეთერში დონალდ ტრამპმა განმარტა, კონკრეტულად რა შეცვალა ამ პუნქტში. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მშვიდობის შეთანხმების პუნქტი, რომელიც ბირთვულ იარაღს ეხება, შეიცვალა და ახლა ასე ჟღერს. ირანი არ შეიმუშავებს და არც რაიმე გზით შეიძენს ბირთვულ იარაღს. ტრამპის თქმით, აშშ-ს აქვს ორი მოქმედების ვარიანტი ირანთან მიმართებაში. ეს არის დიპლომატია ან სამხედრო ძალა და ორივე გზა მისი აზრით წარმატებამდე მიიყვანს. ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურჩევნია შეთანხმების მიღწევა, რაც ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს და კერძოდ ჰორმუზის სრუტეს გახსნის. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მიაჩნია, მხარეები ძალიან კარგი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუმცა, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, საკითხის გადაწყვეტაში აშშ-ის ომის სამინისტრო ჩაერთვება. ტრამპის თქმით, ერთადერთი გარანტია, რომელიც მას სჭირდება, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. ტრამპის მტკიცებით, თეირანი უკვე დათანხმდა ამ პირობაზე. თუმცა ამავე ტრამპის თქმით, მას შემდეგ რაც მისი თქმით ირანი თითქოს და დათანხმდა, სრულად უარი ეთქვა ბირთვულ იარაღზე. მან მოულოდნელად დაფიქრდა და თავის მრჩევლებს კითხა. და რა მოხდება თუ ირანი ბირთვულ იარაღს თვითონ არ შექმნის, არამედ უბრალოდ ვიღაცისგან იღიდის ან შეიძენს. მაშინ რა იქნება? სწორედ ამიტომ შეიცვალა ფორმულირება და ახლა ის მოიცავს აკრძალვას არა მხოლოდ ბირთვული იარაღის შექმნაზე, არამედ მის ნებისმიერ შეძენაზეც. შემდეგ ტრამპის დებულებას მოიყვანა. ასე რომ ჩვენ ნელ-ნელა ვირებთ იმას, რაც გვინდა. ისინი ძალიან მკაცრი მოლაპარაკეები არიან. ამას ბევრი დრო სჭირდება. მე არსად მეჩქარება. მინდა ვთქვა, რომ მეჩქარება, რადგან მაშინ ბენზინის ფასები მკვეთრად დაიწევს. მაგრამ თუ იჩქარებ, კარგ გარიგებას ვერ დადებ. ნელა მაგამ დარწმუნებით, როგორც მე მგონია, ვიღებთ იმას, რაც გვინდა. და თუ იმას ვერ მივიღებთ, რაც გვინდა, ამ საკითხს სხვა გზით გადავწყვეტ. ეს ეხმიანება თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვებს, რომელმაც ჯერ კიდევ პარასკევს სიტუაციების ოთახში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი, ციტატა, შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დადებს, თუ ის იქნება მომგებიანი ამერიკისთვის და აკმაყოფილებს მის წითელ ხაზებს და უზრუნველყოფს, რომ ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. თუმცა აქ ჩნდება პირველი შეუსაბამობა. საქმე იმაშია, რომ თუნდაც ამჟამინდელ ფორმაში ურთიერთგაგების მემორანდუმი, რადგან ჯერ კიდევ არ არის საუბარი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე, ის მოიცავს ირანის ვალდებულებას არ განავითაროს ბირთვული იარაღი, მაგრამ იქ არანაირი კონკრეტული დათმობა გათვალისწინებული არ არის. ანუ ირანი ამბობს, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ საკითხი, რომ ბირთვულ იარაღს არ განავითარებთ.
მაგრამ შემდეგ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ირანის ბირთვულ ვალდებულებებსა და აშშ-ის სანქციების შემსუბუქებაზე მოლაპარაკებებისთვის 60 დღიანი პერიოდი იქნება გათვალისწინებული. ამასთან დღის წესრიგში პირველ რიგში დადგება ირანში გამდიდრებული ურანის მარაგების უტილიზაციისა და შემდგომი გამდიდრების შეზღუდვის საკითხები. ანუ მემორანდუმში ჯერჯერობით კონკრეტული ვალდებულებები არ არის. ასევე იუწყებიან, რომ დონალდ ტრამპს სურს შეცვალოს ზოგიერთი ფორმულირება, რომელიც ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენას ეხება. ამერიკელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს აცნობეს, რომ ირანელები პასუხს დაახლოებით 3 დღის შემდეგ გასცემენ. საინტერესოა, რომ ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შეთანხმება დასრულებასთან ახლოსაა, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არა და განაცხადეს, რომ ირანი მილიარდობით დოლარს მიიღებს გაკინული სახსრების სახით. ხოლო თეთრი სახლი ამას უარყოფს. საუბარია იმაზე, რომ ირანს დასავლეთში დაახლოებით 24 მილიარდი დოლარი აქვს გაკინული. და თეირანი ითხოვს, რომ რაიმე მოლაპარაკებების დასაწყებად მათთვის მინიმუმ 12 მილიარდი მაინც გაათავისუფლონ. საინტერესოა, რომ იმავე ინტერვიუში Fox News-თან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სამხედროებზე საერთოდ არ განხორციელებულა აგრესიული დარტყმები. იმიტომ, რომ ისინი, ირანის სამხედროები, ტრამპის აზრით, რეჟიმის შედარებით ზომიერი ნაწილი არიან. მან დაამატა, რომ ყველა მოწინააღმდეგის სრული განადგურება გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანას მრავალი თაობის განმავლობაში აღდგენა აღარ შეეძლება. და შემდეგ მისი ციტატა. სინამდვილეში ჩვენ თითქმის არ შეგხვებია მათი შეიარაღებული ძალები. ხალხი გაოცებული იქნებოდა, რომ ეს გაეგო. მე კი გაოცდი. აღმოჩნდა, რომ ომში მათ სამხედროებს არ შეუტევიათ, რაც უცნაურად ჟღერს. და რა თქმა უნდა, ტრამპმა გააკრიტიკა ამერიკული მედია. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს უკვე დიდი ხანია არმია აღარ ყავს და ყველაფერი, რაც მათ დარჩათ, ცარიელი ლაპარაკი და ყალბი ამბებია. კიდევ ერთხელ, არმია არ დაბომბილა, მაგრამ არმია უკვე აღარ არსებობს. აი ესე. Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ამერიკული მედია ირანის წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციების გაშუქებისთვის. მისი თქმით, თუნდაც ირანის სამხედროებმა თეთრი დროშა აეწიათ და აშშ-თან კაპიტულაცია გამოიცხადებინათ, ზოგიერთი ამერიკული მედია მაინც დაწერდა, რომ ირანმა მამაცურად იბრძოლა და დაამარცხა შეერთებული შტატები. ტრამპა ასეთი მოვლენების გაშუქებას საშინლად შეაფასა და დაამატა ციტატა: შენ ყველაზე დიდ გამარჯვებას აღწევ, ხოლო ისინი ამბობენ, რომ წააგე. შედეგად რეალურ პროგრესს მოლაპარაკებებში ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მდგომარეობა აჩვენებს. და საქმე იმაშია, რომ დღეს აშშ-მ ომანის ყურეში სავაჭრო გემი დაარტყა. ეკიპაჟმა უგულებელყო 20-ზე მეტი გაფრთხილება და განაგრძო ირანისკენ სვა, ბლოკადის დარღვევით. გემის ძრავა მწყობრიდან გამოიყვანეს. გემი გაჩერდა და აღარ მოძრაობს ირანისკენ. აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, ბლოკადის დაწყებიდან ამერიკულმა ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს 5 კომერციული გემი და სრულად ბლოკადის რეჟიმის დასაცავად გადაამისამართეს 116 გემი. ამავე დროს CBS News ხვება იმაზე, რაზეც ჯერ არ უსაუბრიათ. ამერიკელმა სამხედროებმა და კონტრაქტორებმა მიიღეს დაზიანებები ქუვეითში ბაზაზე გასულ კვირას განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ირანი მაინც დაუბრუნდა მეზობლების წინააღმდეგ თავდასხმებს. მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება. საერთოდ აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრია დასკვნები დატევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწეკით ძარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, როგორ გააკეთოთ ეს, ყველა ბული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნებით. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუენ საკუთარ თავზე. ყველას ვშვიდობით.